პავლე იესო ქრისტეს მოციქული მაცხოვრისა ჩვენისა და იმედისა ჩვენისა იესო ქრისტესა ბრძანებითა. თიმოთეს ჭეშმარიტ შვილს რწმენისა თანა, მადლი, წყალობა და მშვიდობა ღმრთისაგან მამისა და ქრისტე იესოსაგან, უფლისა ჩვენისა. ვითარცა გთხოვე შენ ყოფად ეფესოში, მე რომ მივდიოდე მაკედონიად, რათა დაუფარო ზოგიერთთა, ნუ ასწავლიან სხვადასხვასაგანად. და ნუ დაუკავდებიან თქმათა და მოსავთა უთავო ფურცელთა, რომელნი მით უფრო იცხოვრებენ ცრუ სამსახურებისათვის, ხოლო არა შენდობისათვის ღმრთისა მიერ რწმენითა. ხოლო მიზანი მცნებისაი არ სიყვარული გულითა წმიდითა და სინდისითა კეთილსა და სარწმუნოებითა უმოცდომითა. რომელთა მიერ განვარდნენ რამანიმე, იქცნენ ამაოთა თქმათა. რომელნი ხნებავს იყო მოძღვარ სჯულისა და არა გულისხმის ყოფად, არც რა ისა იტყვიან, არც რომელსა განამტკიცებენ. უწყითა სჯული, რამე თუ კეთილარს უკვე თუ ვინმე სჯულად მოიხმაროს იგი. ეგრეთივე უწყეს ამას, რამე თუ სჯული მართლისათვის არა დებულ არს, არამედ ურჩთა და ურწმუნოთა, უღმრთოთა და ცოდვილთა, უწმიდურთა და მწულთა, მკვლელთა მამათა და მკვლელთა დედათა, კაცის მკვლელთა. რომელთა უშვოთ თანამრაცუნთა, კაცის მპარავთა, სრუტ მოსაუართა, მემრუშეთა და რამე თუ ვინმე სხვა რაიმე კეთილ მოძღვრებასა შეუმსაბამოს იქნეს. თანაკაც მოყარებისა დიდისა ღმრთისა მიერ მიცემულისა ჩემ და სახარებისამებრ. მადლობ მე ქრისტე იესოს უფალსა ჩვენსა, რომელმან განმამტკიცა მე, რომ სარწმუნო შევიქმენ და დადგინა მე მსახურად თავისა. რომელსა პირველმკვდრებელი და მდევარი და მაყვედარი ვიყავ, არამედ შეიწყნარა მე, რამე თუ უმეცრებით ავყავ, ურწმუნოებასა შინა. და უძღვა მადლი უფლისა ჩვენისა ზეგადაუდებულად სარწმუნოებითა და სიყვარულითა, რომელ არს ქრისტე იესოსა შინა. სარწმუნო არ სიტყვაი და ყოვლად შესაგები, რამე თუ ქრისტე იესო მოვიდა სოფელსა ცოდვილთა საქსენებლად, რომელთა შორის პირველი მე ვარ. არამედ ამისათვის შეიწყნარა მე, რათა ჩემ და პირველად ეჩვენა იესო ქრისტე ყოვლითა დიდითა სულგრძელებითა მაგალითისა მათ და რომელნი ხრწმენენ მას ჟამად სახსოსა. ხოლო მეუფესა საუკუნეთა, უღმრთოსა და უკვდავსა და უხილავსა ღმერთსა, პატივი და დიდება საუკუნითგან და საუკუნედ. ამინ. ამნაირად გამცნებ შენ შვილო თიმოთე, წინაწარ ნათქვამთა შეგითეს ისაებრ, რათა იმარჯო მათ თანა მაგარნი ბრძოლისა მის კეთილისა. გქონდეს სარწმუნოებაი და სინდისითა კეთილსა, რომელთა მე განსწვალეს და სარწმუნოებაი წარყვნეს. რომელთა იგინი არიან ჰიმენა და ალექსანდრე, რომელნი მივეც ცისქვილსა სატანისასა, რათა შეისწავლენ და არ აღგმობდნენ ღმერთსა.